იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. ნაკთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. მოთამაშეს მომატება. მიდი მესამეში ჩამისვი ერთხელ. აუ ბატონო. ოთხლარიანებია ერთი დამისვი შენ რა გინდა? ისევ თამაშობ. არა, ხო, რა გინდა მითხარი? ბატონო, ის ინვენტარი რო წაიღეთ, რა ვიცი, პაციენტის კამი, ყველაფერი საწმენდი, კბილის რო წაიღეთ ისინი, შევაკეთებ და მოვიტანო. როდის იქნება მზად, როდის მოიტანენ? აი ესა. ერთი ყავა მომიტუხე რა გეხვეწები რა. დავატირე. ბოლოში რო დაგესო ერთი ხო შეიძლებოდა ბიჭო. ერთხელ ხო შეიძლებოდა ბოლოში რო დაგესო 4 ლარიან სპინზე, რა მოხდა ბატონო ვაჟა? არაფერი, ანუ ისეთი უბრალოდ იმპლანტების ფული წავაგე ყველა, თუ ვინმე ბოლოს მყავდა, ყველას იმპლანტის ფული წავაგე რა. რა? ხო რა და არაფერი ეშველება ხა გაშვებული მაქვს ყველა ბოლომდე და და რა უნდა ვქნათ ახლა პაციენტებს რა უთხრათ? პაციენტებს რა უთხრათ არაფერი, გადი და მიულოციანი. მიულოცო რა, მისალოცი რა. 15 ლარს გადავრიცხა ბოლო მაგრამ დარჩენი. არაფერი რა უნდა ვუსვა? მისალოცი რა არის ბატონო ვაჟა. მიულოცი, ახლა წარმოიდგინე მე რო გულის იმპლანტებს ვაკეთებდი, ხო? ხო, მე. ხო წარმოგიდგენია რა დღეში იქნებოდნენ ისინი. მაგრამ ახლა კბილის იმპლანტებს ვაკეთებ, ხო უგბილო ადამიანები არსებობენ, მაგრამ უგულო ადამიანები ვერ იარსებებენ. ასე რომ მიულოცე რომ კიდევ კარგი გულის იმპლანტებს არ იკეთებ. უგულო ადამიანებიც არსებობენ ბატონო. კარგია, სარგი ნახია უგულო ადამიანი, ვინ სად? მე რამდენიც გინდათ ჩემი ყოფილი ქმარი მაგალითად. ანი მომიყვანე შენი ყოფილი ქმარი, ოქროს კბილები თუ აქვს დავაძებ და დაგიჩოგებ და ადი პაციენტი ყვეტები. გეტყვის და ეგ იქნება რა. რამე მოვიფიქროთ ბატონო ვაჟა. არაფერი მოფიქრება, ამ ყავა მომიდუღებთ. მოგიდუღებთ, მაგრამ ის სტერილიზაციის აპარატი მაინც არ წაგეღოთ, რა მოგივიდო. გავადავებ, შედალოცვილო და ორი გვექნება ეგ აპარატი, ხო შეიძლება? სტერილიზაცია მე და რაც გინდა ის ქენი. სულ ეგრე ამბობთ ბატონო ვაჟა რა. 75 მეტრიან ზაგერ დავაყენებ დაბალაინზე, დაუწევ და ეგ არის, всё. ისე რა კარგი კაცია ეს ვაჟა ექიმია რა. ძალიან მომწონს. როგორი ყურადღებიანია, როგორი. იცით რა გააკეთა მაგან? ზადა თლიანი კაბინების ფული ერთად გამომართვა. მითხა გავადავებო. არ ვიცი ხელ გადავება რა არის. მაგრამ იქნება რაღაცა ისეთი ახალი იმპლანტები იქნება ჩემი ახლით. ხედავთ რა გაზნულობთ ვაჟა ექიმია. კი, ძალიან მომწონს მე. ერთი მაწვი შენი დედამო. ერთი მაწვი კიდე. მაწვიო და დამაწვი. მის მაწვისა რაღაცა ჯანდაბა რა ქვია იმას რო თამაშობენ. სლოტები სლუშტება. სლოტები. პაციენტს აგინებდა ეხლა მაწყვევი და ტკბილები აკჭამო და ეს მითამაშა. როგორი ყურადღება ბაზარია. აბა წარმატებები. ძალიან მომწონს. გამარჯობა ვაჟა ექიმო. ბოდიში დია. გახსოვთ? მახსოვ ხარ? მოდი მეგობარო მოდი დაჯექიებ. ერთი წამი ავტომატურზე დავაყენეთ 4 ლარიანი დავიდა. აბა გამიღებიდი გენაცვალე. ხო რა ფრისპინებია ბიჭო, ყოჩა. ანუ არა, ისა რა, ანუ რაკბილების დარჩა იდეალური მოვლილია თქო, მაგას ვიძახი რა. ხო, მოკლედ შენთან მაგ ერთი ესეთი ბოდიში ერთი წამი. აკეთაში რა დაგისვა, შინდან დავსვინო, ხო შეიძლება. მოკლედ ალტერნატივას გთავაზობ, ესეთი რაღაცა რომ აი, ალტერნატივა მე არ მინდა, მე მინდა კბილები. ხო, უბრალოდ რას გეუბნები, ნუ მეჩლიფინები, გეხვეწები, ნუ მეჩლიფინები, როცა ვსაუბრობ. ესეთ რაღაცას გეუბნები უბრალოდ რომ. აი ეს ცარიელი გამოკრიალებული ხახა რო გააკ ახლა შენ, ფრანგული ჭერი ხო არ გავჭიმოთქო ზემოთ რა, მაგის თქმა მინდოდა რა. გული კბილი ჩადაგიწოვებია ზევით, რა ზეჭიმა მაგ ფრანგული ჭერი. არ არის პრობლემა, კაცო, მაგ პრობლემა თავარი ახლა შენ ზედაღრძილები მოგიშუშტეს. გაიგე და რომ მოგიშუშტება მოდი ჩემ. აი რძილები რომ მომიშუშტება, ეგრე მოვიდე? ხო, რძილები რომ მოგიშუშტება და კარკპალასაზე ვიქნები, შეგიძლია მოხვიდე რა. აგით რა. ხო. ერთი კვირა საჭმელი არ მიწამია. ნუწუნებ ადამიანო, გეხვეწები, თუ რამე პრობლემა შეგექნება, მაგ რძილები რომ მოგიშუშტება თეთრი მარკერით, დროებით კბილებს მიგახატავ და არ არის პრობლემა რა. დაწვიდა მიხატული კბილები, ნარგული კბილები და ვერ საჭმელი. ხო შეგიძლია შედარება. გეხვეწები, მოგზავნით რა ის რა ქვია, თანაცალია თან
მოდი ჩაღადავჩა ვაშლის სახეხი მაინც მოეშო გავხეხო ვაშლი შეჭავე მოდი და შენ შემოგევლა მობრძანდი ერთ კვირაში მამა შეჭამ ხო ხო ამას შენ ვერ შეჭამ მაინც რა მნიშვნელობა აქვს აი მე პროსტარა რობოტი მობრძანდი გენაცვალე სულ ერთი წამი მაცადეთ და ყველაფერი იქნება აი ერთი ვიდეო აი აქ გინდა შედალოცული აქეთ რომ გადმოგეწია ახლა ჩვეულებრივად 450 ლარი ხო იყო დიახ ლაჟა ექიმო დიახ თქვენ მითხარით რომ ისო ზედაყბა გაითავისუფლებს სულ გავითავისუფლე ზედაყბა არა ზედაყბა არ უნდა გაგეთავისუფლებინა თქვენ უიმე არ უნდა გამეთავისუფლებინა არა ხალბატონო არ უნდა გაგე თქვენ ოქროს კბილები ქონდათ ხო ბოდიში ყველა და ნახევარი ქონდათ ხო ვისთან ამოიღეთ ეგ ოქროს კბილები დიმა ექიმთან დიმა შენი დედავატირე შენია მე რატო ვერ ამოვიღებდი მაკბილებს ბიჭო ხო ვიცი რამდენი ვალები მაქვს შედალოცილი ბიჭო ისა ისეთი ოქროს ხელები ოქროსი რა ოქროზე რა მითხარი ისო თვითონ ამ დიმა ექიმს აქ ოქროს ხელები ხო უბრალოდ ოქრო რომ ეს ისე დღეში ვარდები ხოლმე რომ ცოტა მოუწესრიგებელი ვარ ბოდიშს გიხდით რა არა უშავს და ხაჯა ექიმო მე რა მაინტერესებს იცით ჩემი იმპლანტები ეგრე ბიჭო ერთი წოდა გესვა ხო შეგეძლო მაგის დედავატი დიახ ბოდიში ჩემი იმპლანტები როდის იქნება მზად 2 წუთი დამელოდენ გუჯა ბოდიში გუჯა მომისმინე ერთი წამი შენ 32 კბილი ხო არ გაქვს ხო არა პლატინა ხო ყველა ხო არა 2 ცალი კაი 2 იყოს გეხვეწები ნიკას გამოვატანე და 30 სარს ვიშოვე სხვათა შორის გაგიმართლათ ხალბატონო 2 კბილი უკვე მზად არის 2 კბილი მზად არის და ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეგ 2 კბილი დაგიბრუნდეთ ჩვეულებრივად დიახ დანარჩენი ნუ დანარჩენს იცით რა არის ხალბატონო 2 კბილი საერთოდ არ აქვს ზოგ ადამიანს და თქვენ 2 კბილი გექნებათ რა ხო ხტებით ამას რამხელა შეღავათია რომ 2 კბილი გექნებათ და ესეც მოსლებილადაც აღარ იქნებით მე ჩვეულებრივად იქნებით დიდი ბაჟა ექიმო დამიკავშირდით აუცილებლად აგირეკავთ კაცო მე თქვენ ნომერი მიწერიათ ლიფინა ელისო ჩვეულებრივად გადმოგირეკავთ ბოდიში 0-ზე რომელი იყო აი ისა ბაჟა ექიმო მე 0-ზე არა ვარ მე ვარ იმპლანტები ხო ანუ 0-ზე ყოფილხარ და 0 თუ არ დაждდა ისე არაფერი არ იქნება მობრძანით მაინც გადავხედავ რა ყველაფერს როგორ არის რანაირად ავტომატურზე და ავტომატურიდან ხო მაინც შეგება 4 ლარი და უსვია 4 ლარი რა თმინდა ბაჟა ექიმო უკაცრავად ჩემი კბილები როდის იქნება ბოდიში გვარი შემახსენეთ თქვენი ჩიფჩიფაძე ბოდიში ჩვეულებრივი ჩივებია თუ ჩლიფინებთ არა ჩვეულებრივი ჩაიგებ ჩლიფინებ კიდევაც ხო ანუ თქვენ გიდათ რა გინდათ ბოდიში ჩემი კბილები შენი კბილები რაოდენობა 6 ცალი ეხავე გაგირკვევთ რა ალო მამიკო გენაცვალიშვილი უცბად 10 ლარი გადმომისვა ანგარიშზე რა დასატრიალებელი მაქვს რაღაცა კბილებზე და შევირისო რამდენჯერ გირიცხავ შენ ხორხეში გილეთ და გამომიწვა 10 ლარი ხალბატონო რაღაც შეფერხება რა შეფერხება საბაჟოზე გაჩერებულა თქვენი 2 კბილი და ხო იმიტომ გერმანიიდან მოდის ეგ კბილები და საბაჟოზე ეს იქნება ჩემი კბილები გეგეთ 6 კბილი მაქვს ხალბატონო 2 კბილი გააჩერეს 4 ჩვეულებრივად ჩამოვა თუ შეფერხება როდის იქნება დავიწანზე უკაცრავად ისე არ შეიძლება ჩემი კბილები მჭირდება მინდა ჩემი კბილები აუცილებლად მჭირდება თელი დღეა ხალბატონო 100 ლარის მეტი ვერ მოვაკეთე და ხუილების მაისალებს რა ხდება ხალხო ბოდიში გუჩლიფინებ გეხვეწები ერთი წამი შენ რამდენი კბილი გაკლებ 11 კბილი სრულიად გათავისუფლებული მაქვს თელი ყბები დაახლოებით 32 32 ბოდიში ეხლავე იღბლიანი ციფრები შეიძლება იყოს 11 32 ხო 32 და 6 რა ხდება ხაბიჯო დაატრიალა კარგია ერთ ციფრში დაჯექი ხო შეიძლება ეგარი 32 32 ბოლო 6 კბილი ვისი იყო მინდა ჩემი თქვენი კბილები დაждდა კი არა და მზად არის უკვე და
აუცე, ჩამოვიდა ყველაფერი, ჩამოვიდა 32. გიოთო. ბოდიში გეხვეწები, შენი 6 კბილი ჩვეულებრივად. ძალიან დიდი მადლობა. გადმორიცხვას გავაკეთებ უცბად ოღონდა. თავისუფალი ვარ, როდის ხო, თქვენ მოდით ოთხშაბათს და თქვენ შემდეგ დილაში მოდით, იმიტომ რომ ამისი კვირები ადრე დაჯდა კი არა და ის დამზადდა. თქვენსაც იქით კვირაში დავამზადებ და პროექტორ ბალანსზე ყველაფერი არის. დიდი მადლობა. სიძეს ხასიათი ეცვლა. მოდით, ახლა მე მინდა ერთი პერსონალური სადღეგრძელო შევსვა. ჩემო რეზი, მე მინდა შენ დაგვრჩ. ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის, ჩემო ციამ რომ მითხრა შეყვარებული მყავსო, არ დაგიმალავთ, ცოტა ნერვიულობდი თავიდან, მაინც ოჯახში ვინ შემოვა, როგორი ადამიანი შემოვა, ხო იცი? მაგრამ რო გაგიცანი, აი შენაირი ზრდილობიანი და წესიერი ადამიანი რომ ჩვენი ოჯახის წევრია, მიხარია სიმართლე გითხრა და მოდი შენ გაგიმარჯოს, ჩემო შვილო. ძალიან დიდი მადლობა. ჩემს მეუღლეს შევუერთდები, გაგლოცავთ შვილო და თქვენ ერთმანეთში ხო გაგიმართლათ რომ ერთმანეთი ყავს და შენი სახით ასეთი ნიჭიერი ზრდილობიანი ბიჭი რო ყავხარ, შენ ხო საერთოდ მადლობლები ვარ და როგორც გეტყობა ძალიან კარგი და განათლებული ოჯახის შვილი ხარ და შენ მადლობა ამისთვის და დაგლოცავთ ჩემო ძვირფასებო. ძალიან დიდი მადლობა. თუ შეიძლება მეც რო თქვა ერთი სადღეგრძელო. მიდი. ცოტა უხერხულად ვარ, მაგრამ უეშ დუხარ. მოკლედ პირდაპირ გეტყვით ყველანაირი პირფერობის გარეშე ჩემი მშობლებისგან ვერ გასხვავებთ ისეთი კარგი ადამიანები ხართ. იცით მე ხშირად ამოვდივარ აქ და დღევანდელი ამოსვლის მიზეზი სრულიად განსხვავებულია. ცოტა ნერვიულობ. მინდა რომ ციაკოს ხელი გთხოვოთ თუ რა თქმა უნდა. აი ძალიან ნერვიულ უბრალოდ უცბად გავაკეთებ ყველაფერს. ანუ ქეიფო. ცია გთხოვ ფეხზე წამოდგე. რა ბეცოლად გამომყვები? რა თქმა უნდა. აი ეკლა. აი ესეც ხალია გოგო ახლა და დედა ჩემიც ხალია, მითხარი ერთი რა. აი მითხარი ერთი რა. უკაცრავად? უკაცრავად კი არა, დავაი ორივემ შენ გამოიწია აქ. დავაი ორივე მაგი დაალაგეთ როზე. დავაი ეგრევე, მიდი. ვერ გავიგე. არაფერი არ მინდა, ბიჭო ეს დაბნეულობები და რაღაცები, სუფრა ალაგი და შენ კიდე. რამე ხო შეიძლება ქალო, ხორციანი საჭმელი რო გამიკეთო ერთხელ. რამდენი ხანია ბიჭო აქ ამოვდივარ მითხარი? 2 თვეზე მეტი ხო არის? ხო არის გამოვდივარ და ერთხელ ხორციანი რო გამიკეთო ხო შეიძლება? ხორციანი რამე. ხო შეიძლება რო გაკეთო. შენ კიდე დავაი. დავაი ჩაი და მანქანა გაახურე დროზე. რა? ეგრევე. რა და აგე რა, ვერ გაიგე რა გითხარი ბიჭო? საიმე რეზიკო? არ უნდა რა არის? რა? რეზიკო რა ხდება? შვილო გავაკეთებ ყველაფერს. კარტოფილი რომ შეგიწვა, ან რა ვიცი, კარტოფილი. კარტოფილი რა თმინდა? კარტოფილი აჭამი ამ სირკაც ამას. ხორციანი მინდა ბოლო-ბოლო ხო შეიძლება ქალო? ერთხელ რო გააგე. რეზიკო ეხა წესიერ დელაპარაკე ჩემ შაბლებს. ვინ ჩემ შობელს ველაპარაკობ? ეს ის კაცი არ არის მითხარი. ჩემ შვილს ამის სახელი უნდა დავარქვაო. ეს კაცი არ არის? კი რეზიკო მამა ჩემია. მე ამ ჩმორის სახელი უნდა დავარქვა ჩემ შვილს გოგო. არ გადავრიო ეხლა. რას მეუბნები შენ? ვაიმე რეზიკო მართლა ვერ გავიგე რა გჭირს ამიხსენი ეხლა რა. დაიმახსოვრეთ. დღეიდან თვალებში ნუ მიყურე. დღეიდან აქ უფროსი ოჯახის უფროსი ვარ მე. სიაო დაიმახსოვრეთ სულ ყველა. ვაიმე დედა შენმა მითხრა ზოგადად არა მითხრა ამის მარელამ რომ რა გითხრა აბა თვალებადი ხასიათი აქვსო მაგრამ ეხლა ესეთი ხასიათი თუ გექნებოდა ნამდვილად არ წარმომედგინა საერთოდ რა ჩვეულებრივი თვალებადი ხასიათი მაქვს ეხლა ოღონდ პირიქით ესე იქნება ხან ლუდს გეტყვია მომიტანე ხან ნასკი გამხადე იმიტომ რომ თვალებადი ხასიათი მაქვს გასაგებია აი მე რეზიკო ძალიან არ ვიცი რა ხო ძალიან არ ვიცი არ მამა ამოიღე შენც კიდე ხმა და უხარ რა იყო ახლა რეზიკო რა გაყვირებს ბიჭო შენ მომისმინე ახლა შვილო შენ რაღაც ზედმეტები ნუ მოდიხარ ზედმეტებში გადადიხარ თავ რაღაც ზედმეტებში კი არ გადავდივარ აი შენ და შენი ცოლი ახლა გადადიხართ ამ სახლიდან მე კი არ გადავდივარ ზედმეტში შენ და შენი ცოლი ჩალაგე და წავიდა მე და ჩემ ცოლს გვინდა რომ ესე ტკბილად და ბედნიერად რო ვიცხოვროთ მშობლების გარეშე გასაგებია და ერთი წამი ერთ რამეზე ვთანხმდებით აქედან ბავშვს თქვენ გაზდით სოფელში იმის ტერილის თავი არ მაქვს დედას ფიცა ვარ აი მაგის ტერილის თავი არ მაქვს წაიყვათ და სოფელში გაზდით და სოფელში რო წახვალთ აი ეს ჩუქი ჩააქრეთ მოიცა არ წასულ ხარ ჯერ კაცო საშვებით გამაგები ჯერ ბავშვი არ არის და არ მინდა ადამიანო დროის კარგვა არ მინდა წადი
წადი ამ სახლიდან, всё, რას ელოდები ბავშვ შენ? სად უნდა წავიდე? კარგი რეზიკო. სოფელიც არ გვაქვს და ანუ გარეთ დაიწყო ტირილი, კაი ჯანდაბა. რა ხდება, კაცო? всё, რჩებით. просто ერთი რამე დაიმახსოვრეთ რა. რასაც მე გეტყვით, იმას აკეთებთ. კენტ რიცხვებში შენ ამომპარსავ კისერს, ამომიკოხტავებ ლამაზად. ლუც რიცხვებში შენ. შენ ისე არჩევი, ნუ გეშინია? შენ ბონუსი შეხვდა, ნუ მეტენები არ მჭირდება არაფერში. შენ იქნები პულტუ ხუცესი, რას ნიშნავს? პულტი გექნება, გეტყვი გადართე, გადართავ. არ გეტყვი არ გადართო, არ გათხოვ შესაბამისად. მცენარი ნერვი. ივანო, და სანამ დასაქმდები ბეჭები მომხანე. მოდი. მამა, გთხოვ, რეზიკო რა ხდება? ერთი რამე დაიმახსოვრეთ კიდე, წოდოდობლა. ამ სახში ჩემი მეგობრის ძაღლი პიპო გადმოვა საცხოვრებლად. წოდოდობლა. ცხოველები გიყვარს რეზიკა? ცხოველებია ჩემ. ანუ პიპო არის ცხოველი და თქვენ ხართ ადამიანები, მაგის თქმა გინდათ, ხო ახლა? ანუ ამას მეუბნებით, ახლა მე, ხო? ამბიჩკა. შვილო რეზიკო. რაგი? რა უნდა გითხრით? ამდენი წელი. გააგზელე ცოტა. აკეთ ხო? ხო. ამდენი წელია სიძე. ამას როგორ ახერხებ მასწავლე კი ხვეწები რა. ეგეთად უნდა დაიბადო შოჩმორო, ისი არ ხდება ეგ. შენ ახლა ზედმეტები მოგის მე მგონი. უყვირი ხარ ბიჭო, ახლა უყური ამას, თო. ბავშვს რატო არ ძინავს? ძალიან ცუდად ვარ. არა, რაღაცა ვერ ვამბობ, კარგად. ბავშვს რატო არ ძინავს? ნე, რამჭირს? ბავშვს რატო არ ძინავს? რომელი საათია? აი ეგ არის, მივაგენი. რას მიაგენი რეზიკო რა ხდება? ეგეთი ხომა. რა ხდება რეზიკო? საერთოდ გამარკვია რა შენ როგორ გჭირს? უწუწნებ? შენ ჩუსტები მომიტანე, ჩემი ჩუსტები მომიტანე ჯობია. რომელი შენი ჩუსტები რეზიკო არ გაქვს ჩუსტები აქ? მამა შენ ჩუსტები არა გოგო? კი? მე მომიტანე. შენ მაგარი წუწუნე ხარ, შენ ეცერი სიხილის, ეცერი როგორი ქმარი უნდა შეხვედრო და აი მოთამაშე და ნარკომანი როა. აი მე როგორი წუწუნები მაინტერესებს. ეგეთი ხარ შენ. მე მოთამაშეზე და ნარკომანზე უკეთესი არაფრით არ ხარ არჩენ. მაგაზე უარეს რას გამიკეთებდნენ ერთი? არ უნდა რა ამდენი ისინი რა. შენ ქალო ხორციანი რატო არაფერი არ გამიკეთე გამაგები? 1 საათის წინ არ გითხარი გააკეთე ხო? არ გვაქვს ხორცი სახში ამოსადა. მე ხო არ მოგცე ფული ხო არ წახვალ. ჩადი ხალო ამოიტანე. იყიდე ხორცი მე. ჩავალ, კარგი. ჩადი, მიდი, წადი. ჩავალ და ამოვიტან ხორცს და კერცაც გავაკეთე. მოდი აქ ერთი. მოდი აქ ერთი წამი, მოდი აქ. ხო შვილო. რა ქუჩის მოზივით გაცვია ხალო? რა? რეზიკო! კოჭამდე კაბები ყველას ამ ოჯახში, всё. ხო გვა, ხალო, ჩემი ზემო კოჭამდე კაბა არის რა. მამა! არ მაინტერესებს, უყური ამათ, ბიჭო, არ გავითნე თავს ბოლოს და ბოლოს. მოკლედ, ყელში ამომივიდა რა, ესე შენი ბლატაობა და რაღაცა. როცა მე და ჩემი მეუღლე საუბრობ გადით იქ, რა მოგივიდა? ხო, ყელში ამომივიდა. ძალიან ხო და ბლატაობა. რა სიზავრო და ბლატაობა? მე რა სიზავრო? არ მსიამოვნე. და რა მე? რა და აღარა ვარ შენი ცოლი, გასაგებია ბიჭო. ხო და დავაი დაახვია ეხლა ამ სახლიდან, დროზე. ანუ რა ხო რა. რა თქვი ისეთი რომ დავაი მეთქი დროზე ხა, დავაი დაახვია და პიპოსთან ერთად იცხოვრე გარე დროზე. ამერად ვესაუბრები, 2 წუთის წინ სანაირად საუბრობდი, საერთოდ რატო ხარ ეგეთი? არ შეგ ხო რავი, მე ცვალებადი ხასიათი მაქვს და დროზე ნახე ხა აქედან. დროზე დავაი აქედან. დავაი აქედან. არა ბიჭო, ამას ვაბლატავებ. ნაცვალე დედა ყოჩა. მოგესალმებით, ეს არის პირველები 8 საათზე და პირდაპირ ეთერს ვიწყებთ საგანგებო ჩართვით. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში სპეციალური მისიით იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და მსოფლიო ლიდერები. როგორც ირკვევა, დღევანდელი დახურული შეხვედრის მთავარი თემაა დაჩქარებული წესით ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხის განხილვა. ამ შეხვედრაზე იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი სიაკო ფიფია, რომელიც უფრო კონკრეტულად გვაგვაცნობს მიმდინარე შეხვედრის დეტალებს. სიაკო, გისმენთ. გამარჯობა ზალდი, ახლა როგორც ჩვენ აღნიშნე, ეს არის საოცრად მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისათვის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. მე შევეცდები მოვიპოვო ექსკლუზიური კადრები ამ შეხვედრიდან, ვინაიდან და რადგანაც ეს არის ჩვენი ქვეყნის შვილო, ვაი შეგენაცვალე, დედიკო, ამარა გამიხაცა სიამოვნო, ჩვენი მომავალი დედამთილი, დედიკო, როგორი კარგი, როგორი სასიამოვნო, როგორ ველოდი ამ დღეს, დედიკო, ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა მე შეგაგაცნობ ჩემ შვილს გუკას, ორჯერ დასამართლებელი, მაგრამ არ იყო მის ბრალი, დედიკო, მერთია მოწმე, აგე დააგდე, მაგლაყინი
პირიდან გაუშვი 4 წელი ხომჭამი და მოდი გეიცანი გოგო რა ვარცავი თქვენ სიყვარულს ვენაცვალე მე დედიკო დააგდე თქვა მაგნაყინი შვილო დააგდე მიდი ბატონო რა ხდება საერთოდ ძალიან თხოვთ რა პირდაპირი ჩართვა მაქვს ლაივი მაქვს ძალიან სერიოზულ თემაზე საქართველოს ბედი წყდება ხელს მიშლით ბატონო გაგზავნე დედიკო ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ბედი ვაი შენ გენაცვალე მაგრამ საქართველოს ბედზე მნიშვნელოვანი არის ახლა ჩემი შვილი სიყვარული შენს მიმართ რომელიც მალე გასხორციელდება დედიკო თქვენ გენაცვალე დააგდე თქო მაგი გუგა ხომ გაჭამე დღეს 4 წელი შვილო მოდი და დაელაპარაკე შენ შეყვარებულ შენ მომავალსაც ოლეს რომელიც ორ თვეში იბედნიერებდე და შვენიერი ქორწილი და თაფლობისთვის გექნებათ კი ბატონო ვაიმე გაიყვანეთ ეს ქალი ხალხი არ ხარ პირდაპირი ჩართვა მაქვს დიდი ბოდიში ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ ახლა ტექნიკური ხარვეზი გქონდა ვაგზელებთ ჩვენს რეპორტაჟს მოკლედ როგორც გითხარით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე დღეს გადაწყდება საქართველოს ბედი და ნახავთ დედიკო გულმა ვარ შემოსულიყავით ჯერ მარტო როგორი სიტყვა პასუხი ღმერთია მოწმე ზევიდან გიყურებ მრავალჟამიან დედიკო მე ვარ ინჟინერ მექანიკოსი ახლა დედიკო შენ გაგაცნობ რა ოჯახში შედიხარ შულო მაგი რაღაც იქნება როგორც იქნება ყველაფერი თქვენთვის მინდა პენსია მექნება ნახევარი იქნება ზინა გეხვეწები მოდი რა რა ზინა ხელი მეშლება ქალბატონო პირდაპირი ეკენება დირექტორი მაგი ჯგუფხელი იყო დედიკო უცხო ისეთი ადამიანი არ არის შულო ერთი ოჯახის წესიება დედიკო დაათვალიერია ახლა რასაც გაბძანდი პირდაპირი ეთერი მაქვს ქალბატონო გაბძანდი თუ შეიძლება კადიდან გადით დიახ ჩვენ ახლა ვაგზელებთ პირდაპირ ეთერს გოგო ის კამო მისმინე ერთი ვიწრო აქ მენჯები და მშობიარობა ხო არ გაუჭირდება კი ზინა მე დავაკვირი თავიდან ვიწრო ქონა მე მაგრამ ახლა 21 საუკუნეა ზინა მოგეხსენება შენ და მაგი მენჯების გაწევა არ იქნება პრობლემა სხვანაირად მიუღებ სხვანაირად მაინც ხა მწოდნე ქალი ხარ არ შეგეშლება მაგრამ წაიყვანე მაინც გინეკოლოგთან მაინც ისე აუ ერთი წამი და საერთოდ ვიხართ თქვენ ქალბატონებო და რა გნება ვინ ბრძანდებით თქვენ დიდი სუპარული გიჯგუფხელი ვიყავი ყოფილი მე გეპეი მაგ დამთავრებული შვილო და ერთად ბედნიერ გიცხარებ დააგდე თქვა მაგნაყინი გითხარი მე შენ და მოდი და ელაპარაკი ახლა შესმაგრეთ მე რომ ლაპარაკობ შვილო გუგა დედიკო რატომ იყურე მასზე თვალები აი ახლა ხედავ ოპოზიციონერები მობრძანდნენ შენობასთან და ვეცდები რომ მათგან ინტერვიუ ჩავწერო ახლა მეწავალ დედიკო ერთი წუთი შვილო შენ გენაცვალე შენ გეხუწუნე დედიკო ახლა რა ვარ გინდა ისე იქნება ყველაფერი გუგა დედიკო გაიცანი ჩემი შვილი 32 წლის ინჟინერ მექანიკოსი დაანებე მაგი მას ტლიკვას თავი 5 წელი ხო გაჭამი და ელაპარაკე რა მე უთხარი მისნაირი სიტყვები რომელიც რომ მაგი გახდება შენი მეუღლე მიდი ახლა თქვი რა აი რა დედა მე რა უნდა უთხრა წადი შენ მიდი და მიხედე შესაძლოა უთხარი რომ მოგწოს და უთხარი რომ მოგწოს მაგი და სიყვარული ხარ მაგი გაგიჟებული დედა ბოდიში შვილო ბოდიში დედიკო რომ მე გიყვარს თქვი ახლა მიდი სიმართლე რომ თქვა სულაც არ მომწონს რას ქვია დედიკო არ მოგწოს რას ქვია არ მოგწოს მაგი ახლა რატომ მეუბნები მაგას რომ არ მოგწოს იმედი ჟურნალისტი რომ გაჩვენე მაინდა გაგასანის გოგო სუბიექტურიაო დამიწუნე და ობიექტური არის აგიდა დელაპარაკე დედიკო რა თმინდა ახლა მაგნაყინის კლიპა მე დელაპარაკე შვილო ხო კაი მიდი ახლა ძალიან გთხოვთ ქალბატონო წუხდები უკვე კი დედიკო კი რაზი არის საუბედა ბედა ვაიმე სულ უყურებ ხოლმე თქვენ აღს და ძალიან მომწონს დიანა ტრაპაიძე ხანე ბიჭი შენ რა გინდა გეხვეწები რა გადი რა გამეშვი რა ძალიან გთხოვ რა გაიწიე ცოტა იქ დადეკი ჩქარა აი ძვირფასო ტელემაყურებლებო მე კადრში ვხედავ ოპოზიციის წარმომადგენლებს რომლებიც სავარაუდოდ მოწვეულები არიან აღნიშნულ შეხვედრაზე კიდევ დაემატათ პირველი ნახევარი მანამდე მობრძანდა ამ შეხვედრაზე და ახლა ქალბატონო და ძალიან დავიხალე უკვე მიფუჭებ პირდაპირ ეთერს კი გიფუჭებ დედიკო არა როგორ გეკადრება შულო მე გიხდით მაყურებელო დიდ ბოდიშ ახლა გინდება დედიკო ჩვენი ქორწილის სუფრა ამ ორი ადამიანი მოსიყვარულებს ყველის. ახლა დედიკო თანამშრომლები რამდენი ხართ რომ ვიცოდეთ რომ იმიტომ რომ აქ მყავს მე ახლა ხალხი მყავს ჩამოწერილი ზუსტად მინდა რომ აუცილებლად იყოს ზალიკო დედიკო ზალიკო მაგი არის ტელევიზიის ალენდელონი ყავს რა მიყვარს დედა რა მიყვარს მაგას ვენაცვალე ხო ზალიკო იქნება კიდე იქნება მაგი მინდა მე შაბათს უნდა ყოფილიყო ახლა თქვენი ქორწილი მაგრამ რახან ოდარ მელაძის ისა ჩაწერა აქ მაგი და გადის ეთერში გადავდე კვირას დედიკო თქვენი ქორწილი მადლობა უფას ასეთი ერთი წამი ქალბატონო და კიდე ერთი დედიკო სანამ გააგზავნებ ვატო მინდა ვატო წერეთელი რომ იყოს ჩემ ქორწილში თაბა და ვინაიდან მისი მამა ჩემი მამამთილი და ვატოს მამა გადასწარები ოჯახი გადასწარი ურთიება თქვენ გენაცვალეთ მრავალჟამიან იხარეთ ხეიძღა ქალბატონო რომელ ქორწილზეა საუბარი მე არაფერს მეკითხებით საერთოდ არა დედიკო შენ არაფერს არ გეკითხები შენ არავია ხო არა დედა რა ვარ გეკადრები შულო შენ გეკითხები დედიკო შენ გენაცვალე შენი ჭირი და
მოგესალმებით დაპატიჟე მის გინდა შვილო არ არის პრობლემა მე გავალ დედიკო ახლა მე გავალ ამ ყველაფერს და მოაბი თავი რამდენ კაციანი იქნება და როგორ ვატო ნოდარი და ზალიკო დამიპატიჟე დედიკო ბატონო დატოვე ძალიან ხო გაბრძანდით კადრიდან რა აი ახლა კადრში ვხედავ ერთ-ერთ ევროპარლამენტარს რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ტოვებს შენობას მას არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს აღელვებული სახე აქვს და მე ვფიქრობ რომ დღევანდელი შეხვედრა მთლად ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ვერ დასრულდა თუმცა მე წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან მაინც მინდა რომ თავი შევიკავო და ეს ასე არ იყოს ანა მეტრ 75 კი იქნება სიმაღლეში მაგბავში მაგრამ ვინაიდან და რადგანაც დედიკო ახლა მე არ მინდა რომ აქ მუხლი ჩანდეს ნანა გენაცვალე კი 1-2 მკაველი რომ იყოს მოშორება კოჭიდან იქნება ძალიან კარგი დედიკო ვაი ერთი წამი ქალბატონო თქვენ სუწყუაზე ხარ საერთოდ პირდაპირ ეთერია აი დედიკო ბოდიში არ მეგონა დედიკო პირდაპირ ეთერში თუ იყავი შვილო შენ შემოგევლე ნანა მოკლედ ისა რა ქვია 165-167-ზე გადავაკლო აალაგე კამერა და მივდივარ პირდაპირ პოლიციაში აალაგე კამერა რა ვერ ჩავწერე რა პირდაპირ ეთერი გამიფუჭებს დასაჭერები ხარ ქალბატონო დასაჭერები ვარ შვილო რა თქმა არა დედიკო რა ის დასაჭერები ვარ შვილო რა ვაგეკადრება შენ შემოგევლე დედიკო გამანებე ქალბატონო კი მოდი დედიკო არ გიყვარს ახლა მესმის მე ხალი ვარ მეც ხალი ხარ მაგრამ შეგიყვარდება შვილო დაამდე თქვა ბიჭო მაგნაკიდი და უთხარი რა ბატონო არ ვიცნობ ამ მე მივდივარ პოლიციაში კარგად ჯანდებოდით ეს და არა ჩვენც მოვდივარ პოლიციაში მაგრამ არ წახვალ დედა არ წახვალ შვილო დიახ ზალ უკვე 12 საათია გრძელდება შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ჩვენი გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას და რჩება წვავე პოლიტიკური მოვლენის ეპიცენტრში ზადხართ ცოლად გახვეთ მონას ღვთისას გუგას კი დედიკო არა ქალბატონო რანაირად ვინ ხარც რა ხდება გამარჯვეთ პირდაპირ ეთერი მაქვს ქალბატონო ზად არის დედიკო ძალიან კაია პირდაპირ ეთერი მაგრამ თქვენი ქორწინება უფრო მნიშვნელოვანია დედიკო ახლა ზალიკო მოგესალმებით შვილო ისა რა ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული ჩემო კარგო ვიყავი ჯგუფხელი ახლა რაზე გაწუხებთ მოდი ახლა დავამთავროთ დედიკო მაგ ჩარჩვა ჩემი დიდი ღრმა პატივისცემისა შეძვიმართ გიყურებთ სულ ძალიან მიყვარხარ დედიკო მართლა ძალიან მიყვარხარ და შევხვდებით ჩვენ ძალიან ხო გაიყვანეთ ეს ხალხი ადამიანები არ დამეხმარეთ ვინმე გაიყვანეთ ეს ხალხი წვრილი გინეკოლოგი. ხო, მოკლედ შვილი, მოკლედ დანიშნულება ყველაფერი აქ დაგიწერე სიტყვით გარკვევით და რა ვიცი, დანარჩენი შენზეა დამოკიდებული ანალიზის პასუხების მიხედვით, რაც საჭირო იყო. ყველაფერი რა, ძალიან გთხოვ, ჩემი გოგო, რაღაცებს მივაქციოთ ყურადღება, ხო? აბა შენ იცი ახლა გაკოცე ბევრი, მიდი, წადი ჩემი ხვართალა ლამაზმანი, გაკოცე. ძალიან დავიყალე. ძალიან. მობძანდი შეიძლება როგორ არ შეიძლება მოდი გამარჯობა გრძანდებით მადლობა კარგად ჩვენ როგორ ვართ კარგად აი ეს იგი ერთი კვირის წინ ვიყავით თქვენთან ჩავაბარეთ ანალიზები და ახლა მოვედით პასუხებზე აჰა არის როგორ არის ახლა ვნახავ ყველაფერს ბაზაში გადავამოწმებ ხო და თქვენ თუ მეუღლე არა ორივემ ჩავაბარეთ ანალიზები ეკოსკოპიაზეც ვიყავი მესამეზე ქალბატონ თამართან ძალიან კარგი ჩემო მამაზო კარგი გადავაგრძნოთ. ხო. ვაიმე გამახსენდა ახლა თქვენი ანალიზები ლაბორატორიაში ჩატანილი და სულ მალე ჩემი თანაშემწე ამოიტანს, ხო? კი ბატონო, არ არის პრობლემა. კარგი, თქვენსაც კი ვნახავ ახლა. აჰა, ეს მომწონს, კარგია ძალიან. კი ბატონო. ხო, აქაც ის კარგია, კარგი გადასვლა გვაქვს. ხო. ბავშვი პირველია. რა თქვით? რა ბავშვი? ვაიმე აი როგორ ფეგმენია ხო არიწოდი? ვაიმე ნამდვილად ვაიმე Facebook-ზე უნდა ავტვირთო. არა, მე უნდა დავდეჯე. სამი კვირით ორსული. მამა გახდები. დიდი მადლობა. ხო, ჩემი გოგო ხო რა ხდება? რა მარტინაზე პატიეტა. მომინდა 20. ჭამე კაცო. თქვენი სახელი და გვარი? შოთანოზაძე. თქვენ შვილი არ გიყოლებათ.
არა, სანერვიულო არაფერი არ არის. რამოდენიმე წელი უნდა იმკურნალოთ უბრალოდ და შემდეგ აუცილებლად გეყოლებათ შვილები. არა, გოგო, რაღაცა გეშლებათ აშკარად. არა, სულ გეშლებათ, ან გადაამოწმეთ ეს ანალიზები, იმიტომ რომ ჩემი ლამაზი თელები მეგზიმედ არის. უკვე არის. მოდი მე გადავამოწმე. გადაამოწმეთ რა კრამატონცია გეხოცებისა. რაღაც არის არამდარეული მანდ. ხდება ხოლმე, არა უშავს, პრობლემა არ არის. ეჭვმება რა. ხო იცით რაშია საქმე, ჩემი თანაშემწე ნამდვილად არ ცდება ამ შემთხვევაში. თქვენ ამ ეტაპზე ნამდვილად ბავშვი ვერ გეყოლებათ. დიახ. მოიცა კაცო ეხა, მოიცა. რაღაცას ხუმრობთ ეხა თქვენ რა თქვენ როგორ რა. ამ ეტაპისთვის თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ. როგორ კაცო, ჩემი სოლი ბეგბეგძიმე. თამარ ხო შოთა. თამარ რა საქმე? რა ანუ როგორ რანაირად მე თუ შვილი არ მეყოლება და შენ როგორ გეყოლება მაშინ ანუ ხო ხტები? რანაირად ანუ მე თუ არ მეყოლება შენ როგორ გეყოლება? ანუ ამოცანა გვეკითხება. თუ მეუღლე ფეხმძიმედ არის და ქმარს არ შეუძლია შვილი ყავდეს. პირობაა ესეთი ამოცანას. ხო. როგორ? რანაირად შეიძლება ეყოლოს ცოს ბავშვი? ხო, მაგრამ მე ვერ გიპასუხებ, იმიტომ რომ მათემატიკაში ძალიან სუსტი ვარ. არა, თამარ, უყურე ხარ რაღაცა უნდა მოვიფიქრო. ეს მათემატიკური ამოცანა არ არის. ეს არის სამედიცინო ამოცანა, ხვდები? ეს არის სამედიცინო ამოცანა. თუ ჩვენ ეს ამოცანა ვერ ამოვხსენით, შემდეგ გადადის სისხლის სამართლის კაზუსში. გაიგე? ანუ მე თუ ბავშვი არ მეყოლება, შენ როგორ გეყოლება? კაცო, შენ არ გეყოლებაო, თორე მე მეყოლება, რა პრობლემაა? ხო, მართალია, მე თუ არ შეგეყოლება. ხო. ხო, მაგრამ როგორ? ხო, როგორ? ექიმო. რაღაცა გეშლებათ, გადაამოწმე ძალიან გთხოვთ რა. კი რა, კიდე ერთხელ. თუ საჭიროა ჩავაბარებ ანალიზებს, მე პრობლემა არ მაქვს. გადამოწმებულია ბატონო, არ ვწდებით. თქვენ შვილი არ გეყოლებათ ამ ეტაპზე, რა გავაკეთო? კარგი, მე წავედი დაქტოვებთ. გოგო. ნახე ახალი ქირურგი როგორია? ერთი. უკაცრავად. ნახავდის? მიდი საყვარელო მოდი. თამარ ეხა მართლა გეუნებრი, ეხა მართლა იქნება რაღაცა მაშვები რა ქვია. მართლა ექიმო რა, მართლა მითხარით რა, როგორ რანაირად. გოგოს ველოდები რანაირად, აბა. ცდებით ვირფასო, ძალიან ცდებით ან გოგოს ელოდება თქვენი მეუღლე და თქვენ მოდი სიმართლეს დაელოდეთ, ხო? თამარ ამიხსენი ეხა თამარ რაშია საქმე? ღალატობ თუ რა? არა, რა ღალატობ? აბა როგორ? არ ღალატობ. კაი, გეხვეწები დაწყნარდი შოთა და ჩემ შვილს დედა შენი სახელს დავარქვევ, როგორ ჩემთან ხდით. გასაგებია, დედა ჩემი სახელს დავარქვი, მაგრამ როგორ? რანაირად? როგორ მე თქვენ შემეძე? ვისია ეს ბავშვი? ვისია, კაცო რა, ვისია? მე არ ღალატობ. აი, რატომ აკადრებ საერთოდ ეგეთ? მას ფაქტი ხარია. არ ღალატობ თქო, გეუბნები, არა. მაგრამ შეიძლება მართალი ხარ. მჟავე მომინდა რაღაცნაირად. მე არ გამოსულელი ხარ გამაგიჯო. ვინ არის მითხარი? ვით ამხარაბა? აი რა გაყვირებ შეიძლება ბავშვთან ეს ყვირი? ვინ ის მითხარი გოგო ვიცრო თუ არ ვიცრო? ვაი მე იცით რა არის ახლა თვითფასო შეიძლება მე არავინ მეკითხება მაგრამ უცხო და გადამთიელი აქ ნამდვილად არ ჩამოვიდო და მაგის გამო ვიღაცა შინაურია ხო თვითფასო არ ვიცი ვინ არის მითხარი იცოდე ვისი ცხოვრება გავხადო ხან მოკლე მითხარი თამარი აუ შოთა არ მინდა რომ დაგასპოილერო რო გაიზრდება შენ თვითონ თუ გამოგიცნობ მაინტერესებს შენ გოგო ნორმალური თუ ხარ საერთოდ ნორმალური ხარ ჰა ეკიმოთი მაჩვენეთ რა ეხოსკოპია ჩამიხე რა ეცუთი ფოტოები მაჩვენე ეხოსკოპის ეს არის ხო აი გადავიდე ეცუთი მე თვითონ მიხვდი ხო მიდი ნახე ძვირფასო ხო კი აი კოსტა ერთ-ერთი ბავშვებს კაფეში კი ეს ნაპოლი ეს ნახე შეხედე სამი კვირისაა ბავშვია გავს ერთ-ერთი გავს შეხედე დააკვირდი ეხლა მივხვდი რატომ მეუნებოდა ხელობის ფულს არ გამოგართო მარტო მასალა რაც დაждდება ეგ ნაპოლი კაი რას ბოდავ რა შოთა რა
განუიცადე. კარგი რა. რატო მეუბნები ეგეთ რაღაცას გეხვეწები რა ექიმებს ნუ ჯერებ და მე დამიჯერე. ეს ექიმ არ შეიძლება რომ შეცდეს ანალიზები. ხო ხდება ხოლმე. ხდება ხოლმე ძვირფასო, მაგრამ ეს უკვე ორჯერ გადამოწმებულია და იმ ერთხელ ეთყობა თქვენ შეეცდით, ხო? იქნება არ შევცდი და ნებით მოხდა. ხო, მაშინ მე შევცდი. აი ხო გეუბნები. ცდებიან თქო. ლაბორატორია ცდება შოთა რა. ექიმებს უჯერებ და მე არ მიჯერე. ჩემი სახელი არ ახსენო საერთოდ. აუ შოთა კაინა. შოთა სახელი აღარ არსებობს შენთვის. შეუსინდისო ქალო შენ. გამალი ეს. გამარჯობა კოსტა. მაგიმარჯობა. კოსტა შენ ხო მორჩი ჩვენთან კაფელის გაგებას და აქ რა გინდა მითხარი? მე ყველაფერი მესმოდა ქალბატონო თამარ. ეს გამომართ ძალიან მიხარია. ბავშვი აუცილებლად უნდა შევიყვანოთ კერძო ბაღში. რო გაიზრდება მე სკოლა და უნივერსიტეტი თვითონ არჩევს. სქესის გაგება ჩავატაროთ ყვარელში. თუ ცისფერ კაფელს გავაკრავ, ესე იგი ბიჭია, თუ ვარდისფერს გავაკრავ, ესე იგი გოგოა. ის პანტელეიმონი დავარქვათ გოგოს ვენერა. ჟენიერია. კოსტა ხუა გააფრინე შენ რა პანტელეიმონი და ვენერა. აი რა. აუ ძალიან ბედნიერი. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. ნაკთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.